რუსეთ-უკრაინის ომი ბევრი პრობლემა გამოავლინა. ეს არა მარტო რუსეთის იმპერიალიზმის რაღაც გამოვლენა იყო, არამედ ასევე ის პრობლემები, რომელიც დასავლეთში ზოგადად არსებობს. თავისთავად ვაჭრობაში არაფერი ცუდი არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპელებს საერთოდ არანაირი სანქციები რო არ დაეწესებინათ რუსეთისთვის. ვაჭრობა ჩვეულებრივ გაგრძელებულიყო, მაგრამ ის შემოსავლი, რაც მათ ჰქონდათ, სულად იარაღის სახით და სხვა ტიპის დახმარებით გადაეცათ უკრაინისთვის, უკრაინას შეიძლება ეს ომი უკვე მოეგო. ანუ ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ აი მაგალითად როცა ნავთობზე უარი თქვეს ევროპელმა ქვეყნებმა, იმ წელს იმ თვეს გაიზარდა ნავთობის იმპორტი ინდოეთიდან, რომელიც აქამდე არ ხორციელდებოდა და ყველას ესმოდა რუსეთის ნავთობია, მაგრამ არავინ არ იმჩნევდა ამას და გასაგები იგივე ხდება მაგალითად როცა გერმანიიდან გაიზარდა ექსპორტი ყირგიზეთში დანადგარების. და ნუ ეხლა გასაგები ყირგიზეთში არანაირი ინდუსტრიული რევოლუცია არ მოხდა რა, ყველას ესმის რომ რუსეთში მიდის ეს დანადგარები, მაგრამ იგივე ხდება ისე ჩვენ ქვეყანაში გადის უამრავი რაღაც პორშე იყიდება რამდენჯერმე უფრო მეტი ჩვენ ქვეყანაში ის ფაქტობრივად რუსეთში იყიდება, მაგრამ ეს ყველას ესმის. და მიუხედავად ყველას ესმის, ექსპორტზე საუბრობ, ну, რეექსპორტი ხდება ხო ან სხვა ქვეყანაში, ან შუა აზიის ქვეყნებში შედის და მე იქიდან გადადის რუსეთში, მაგრამ ეს არც დარღვევა. იმიტომ რომ საქართველოსთან პირდაპირ რუსეთში მიდის თუ რეექსპორტს. არა, ასეთი შემთხვევა არის სანქციების რეჟიმის დარღვევა, იმიტომ რომ ფორმალურად, რა ვიცი, რაღაც მანქანა ვიღაცა მიყიდა და მე სადაც აიღო, ვიცი რა საქმეა. და იქიდან სად გადავიდა? ბოლოს ეს ევროპელების პრობლემაა, ანუ ჩვენ მხარეს ეს არ ეხება და არც ყირგიზეთს ეხება რამენერად. მაგრამ პრობლემა მასია, რომ ევროპელებმა იმის ნაცვლად, რომ აი მაგათ გერმანიის შემთხვევაში იმის ნაცვლად, რომ რაღაც ირიბი გზებით უფრო დიდი დანახარჯით მიყიდონ ის დანადგარები რუსებს, უფრო ეზონათ იმაზე, რომ ტაურუსებს არ აძლევენ, რაკეტებს არ აძლევენ უკრაინელებს. არ ჯობია წესია დევაჭათ რუსეთთან და ეს ფული გამოიყენებინათ და მიეცათ რაკეტები უკრაინისთვის. ანუ გამოდის, რომ განცხადებების დონეზე ძალიან ბევრი კაფეო განცხადება კეთდება მხარდასაჭერი, მაგრამ საქმეზე რომ მიდის, ბევრად ნაკლები კეთდება და ამასობაში რაღაც ათასობით ადამიანი იხოცება ფრონტზე. ოპოზიციის ნაწილი მაგალითად დღეს გაკეთებულ განცხადებებს თუ გავითვალისწინებთ, პრობლემას ვერ ხედავს ევროკავშირის მხრიდან რუსეთისთვის გადახდილ მილიარდებში, თუ ეს ანგარიშწორება არის კანონზე დაფუძნებული. ანუ თუ კანონზე არის დაფუძნებული შეიძლება და კანონის გვერდით ავლით თუ მიეწოდება მილიარდები ამ შემთხვევაში რუსეთს, ეს არ შეიძლება. იგულისხმება რომ თუ სანქციების რეჟიმს არ ღვევ, ალბათ ეს უარესია, ვიდრე არ არღვევდნენ, მაგრამ ჩემთვის რომ არ არღვევ, მაგრამ ყირგიზეთი ყავს შუაში ჩაკვეხებული, ან მაგალითად ჩინეთის გავლით ან რაღაც ჰონკონგის გავლით რაღაც ხდება, ну, ამაში დიდი შველა არ არის. ამაშია საქმე. ჩემი განმარტება ჯობია რომ ის პირდაპირ და ღია ვაჭრობა ყოფილიყო. ჯობია რომ პირდაპირ და ღია ყოფილიყო ვაჭრობა და ამის ნაცვლად ევროპელებს უფრო ძვირი კი არ გადაეხადათ ნავთობში, არამედ ნაკლები გადაეხადათ, ფული დაეზოგათ, მაგრამ ეს ფული მიეცათ უკრაინისთვის სხვა სახით.